ათწლეულების განმავლობაში Ferraris სახელი V12 ტიპის ზრავის გამაყრუებელ ხმასთან და საწვავის სურნელთან ასოცირდებოდა. Enzo Ferrarisთვის ავტომობილი სული სწორედ მის ზრავში იმალებოდა. Enzosთვის ავტომობილი ძრავი იყო, რომელსაც გარედან კარკას აცმევდნენ. თუმცა დღეს, როცა Enzo Ferraris გარდაცვალებიდან თითქმის 4 ათწლეული გავიდა, Ferrari-მ დამფუძნებლის ფილოსოფიას გადაუხვია. დღეს Maranello-ში ახალი ეპოქა დაიწყო. იტალიურმა ავტოგიგანტმა კომპანიის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი წარადგინა, სახელწოდებით Luce. იტალიურად ეს სიტყვა სინათლეს ნიშნავს, რაც ავტომობილის არსს იდეალურად გადმოსცემს. ამ ავტომობილით Maranello-ში სურდათ ერთი მხრივ ახალი ეპოქისთვის კარი გაეღოთ, მაგრამ მეორე მხრივ Ferraris ლეგენდარული DNM-ი არ დაევიწყებინათ. Ferraris Luce-ს ფასი $640,000 და ის უკვე ოფიციალურად იყიდება. ელექტრომობილზე მუშაობა წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, რადგან პროექტის ფილოსოფიას ბევრი არ იზიარებდა. ახალი Ferraris ყველაზე დიდი სიურპრიზი მისი შემოქმედია. Luce-ს ვიზუალური იდენტობა Apple-ის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა, ჯონი აივმა შექმნა. ადამიანი, რომელმაც კაცობრიობას iPhone-ის და iMac-ის დიზაინი უბოძა, საავტომობილო ინდუსტრიაში შემოვიდა. აივმა უარი თქვა სუპერკარების აგრესიულ დიზაინზე და არჩევანი გლუვ ზედაპირზე შეაჩერა. შედეგად მივიღეთ ავტომობილი, რომელიც წყლის წვეთს გავს. ასეთივე პარადიგმული ცვლილება ვიხილეთ ინტერიერში, სადაც გამქრალია ღილაკები და დამატებულია ტექნოლოგია, ისე როგორც iPhone-ში. Ferraris ამგვარმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ავტოსამყარო ორად გაყო. კრიტიკოსების გამოხმაურება საკმაოდ კონტრასტულია. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც Luce ინდუსტრიული დიზაინის შედევრია, რომელიც ისე ჩქარდება, როგორც ეს ელექტრომობილს შეეფერება. მეორე მხარეს კი Enzo-სეული Ferraris გულშემატკივრები დგანან, რომლებიც ამბობენ, რომ ძრავის ხმის გარეშე ავტომობილმა სული დაკარგა. მეორე ბანაკის წარმომადგენლები რაოდენობრივად დიდ უმრავლესობაში არიან. Ferraris ისტორიას თუ გადავხედავთ, Luce ჭეშმარიტადაა ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რომელიც კომპანიას ოდესმე გადაუდგამს. ჯონი აივიმ მომავლის პროდუქტი შექმნა. ეს ცალსახაა. თუმცა, დაკარგა თუ არა სული, Maranello-ს ახალმა ქმნილებამ, თუ პირიქით, ახალი უფრო ნათელი ფორმა შეიძინა. ამას უკვე გაყიდვების სტატისტიკა და დრო გვიჩვენებს. ერთადერთი, რაც ამ დროისთვისაა ნათელი, Ferraris ინვესტორების უკმაყოფილებაა, რადგან ახალი ავტომობილის წარდგენის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7%-ით იკლო.